საქართველოში ოკუპაციის იწყებოდა ეროვნული განმათავისუფლების მოძრაობა ჩვენი სახელოვანი წინაპრების გარდა თომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი, რონალდ რეიგანი, ბენჟამინ ფრანკლინი ჩვენი სახელოვანი ლიდერებიც იყვნენ. დღეს სამწუხაროდ საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება. ჩვენ ამ ხელისუფლებას აუცილებლად შევცვლით და გვინდა რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეგ სამართლიანო დამნაშაულებრივი დევნა შეწყდეს. და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები ვიხილოთ საბოლოოდ მოსკოვში როგორც გამარჯვებული მსოფლიო საკითხებზე. Thank you for this. I will take it back. I will make sure that it's დიდი მადლობა ამ საბუთებისთვის შევიდა საერთოში. დიდი მადლობა. Have a good afternoon. ჩვენი აქ მოსulis მიზანი არის რომ ჩემი შიმშილობიდან მე-18 დღეს მე ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად სპეციალად მოვიდი მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერი და სახელოვანი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის საერთაშორისო წინ 13 კონკრეტული მოთხოვნით და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრინციპულად და კატეგორიულად მოითხოვოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყოვლად სამართლიანო დანაშაულებრივი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და პოლიტპატრიონების განთავისუფლება და დააჩქაროს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტების შემოყვანა. და ძალიან ბევრი კონკრეტული მოთხოვნა შემინდა ერთ-ერთი შიმშილობის საფუძველი რა არის და ამერიკას რა შეუძლია გააკეთოს? ამერიკა შეუძლია რომ პრინციპულად დასვას საკითხი გამოაცხადოს რომ მიხეილ სააკაშვილი არის ოფიციალურად თავისუფლებისათვის დევნილი და მებრძოლი პრეზიდენტი და გაამწვავოს ამ მიმართულებით ამ შიშარა რუსულ მთავრობასთან თავისი ურთიერთობა და არცთავარია დააჩქაროს საქართველოში და გააფართოვოს თავისი სამხედრო კონტინგენტების შემოყვანა. თუ ამ მოთხოვნების შესრულება არ მოხდა, როგორ გეკმათ თქვენ? ჩვენ გავაგზავნებთ, ესე იგი, ჩვენ შიმშილობას გავაგზავნებთ აქციებს და ეს მოთხოვნების გავხდებით უფრო ბევრი და საერთოდ ჩვენ წავალთ მშვიდობიან უსისხლო რევოლუციაზე, თუ ეს მოღალატე მთავრობა ვერ მოეგვება გონს.